შვილდი უძლიერესი არ იყო, მაგრამ შვილოსნების ისრით მომარაგება მნიშვნელოვანი ამოცანა გახდათ. ეს თანამედროვე ისარია. მცირე ზომის და მსუბუქი. თითქმის ყველა ამას იყენებს დღეს. შედარებით ამისგან, ეს კი შუა საუკუნეების საომარი ისარია, შეხედეთ ამის სიდიდეს, ნამდვილი ხეცია. შუა საუკუნეების არმია შესაძლოა მილიონზე მეტი საომარი ისარი დასჭირვებოდა კამპანიის დროს და თითოეული მათგანი ხელით მზადდებოდა. ეს იყო შრომატევადი პროცესი და ისრებს აკეთებდა ადამიანის სახელად ფლეტჩერი. პირველ რიგში ხის მორი კვადრატულ ნაჭრებად იჭრებოდა, შემდეგ ფლეტჩერი გამოიყენებდა სპეციალურ ხერხს, რომ ისრის ფორმა გაემზადებინა. როგორ დავამგვალოთ? არა, მხოლოდ მრგვალი, არამედ ოვალური ფორმის უნდა იყოს. შეხედეთ, ის ცვლილდება ამ მიმართულებით, ბუნებრივი დაკლება ხის ბოლოსკენ მიდის. სპეციალური ხერხი მრუდე პირით გამოიყენება თხელ და აეროდინამიკურ ისრებად ფორმირებისთვის, თუმცა მათი უმეტესობა მხოლოდ ერთი გასროლისთვის გამოიყენებოდა. ეს პროცესი საოცრად დროის მხარჯველია მხოლოდ ერთი ისრისთვის. შემდეგ ჭრილები კეთდება, რათა მასში რქის ნაჭერი მოთავსდეს. რქა აძლიერებს ნოქს, ეს ის ადგილია, სადაც ისარი მშვილდს ებმება, რქის გარეშე მძიმე საომარი მშვილდის ძალა ისარს გაყოფდა და დაამტვრევდა. ხოლო როდესაც რქა არის მოთავსებული, ნოკი იჭრება და იგი ფორმირდება. შემდეგ ფლეტჩერი ისრის ღეროს აბრეშუმის ბუმბულს უმაგრებს. სტაბილურობისთვის ბუმბული სპეციალური ტექნიკით იწმინდება ზვიგენის ტყავით, რომელიც შუა საუკუნეების დროინდელი საპრიალებელი ქაღალდი იყო. ბუმბულები წებოთი ეწებება და შემდეგ ძაფით მჭიდროდ მაგრდება. ბოლოს ისარს თავაკი ემატება, ის ვინც ამას ამზადებდა, ისარმჭედელი ეწოდებოდა. ის რკინის ცარიელი ფირფიტიდან იწყებდა. თავდაპირველად ის ისრის ღეროს შესაფერ ნაწილს ამზადებდა. შემდეგ რკინა სპეციალურ ფორმაზე მოიხრებოდა, რათა საკეტის ფორმა მიეღო და ბოლოს ისრის თავაკის ფორმა რკინაზე ზუსტად იჭრებოდა. საომარი ისრები კამპანიამდე დიდი ხნით ადრე მზადდებოდა, რადგან მათი დიდ რაოდენობაში მომზადება მოკლე დროში შეუძლებელი იყო. შუა საუკუნეების საომარი ისარი როგორიც ესაა, მხოლოდ ძალიან ძლიერ მშვილდს შეეძლო გაესროლა და მას უზარმაზარი, გამანადგურებელი ძალა ჰქონდა.